გიორგი, მე ბრიგადას მიდივარ, იქ და რემტესში. კარგია. გიორგი, რა კარგად გქონდა, შენი ხალისელი ჭრიჭინა? ჭრიჭინა კი არა, მარინე ქვია, მარინე. მეგობარო, გამარჯობა, სალამი. ვერ მეტყვით ვინ მღერის ასია მოვლა. ეს ხადი ჭრიჭინა. ჭრიჭინა? ნაბილად თუ გიდაკიცოდე, მარინე გიორგი სასული ხერაც. მარინე? ზოდიში. მადლობთ. თქვენ უკვე ერთხელ მომეწ. თითიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, ციჭინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოიყვანე. ახალგაზრდა? კი, 60 წლის იქნება. ის? თითიკო, აჰა, დაიწი. რა უქნია შეჩვენებულებს. ციჭინა, სათხარბია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხედიალი. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა არ მინა. ძემე ენი ძირიმე. დროს დამიწყეთ ჯერა. თქვენ რა ვართ ჩამოვაგდეთ? რა ვიცი მამა ჩემს მეხუთე სროლე, მაგრამ მამას აკრიტიკე გერჩილო. შენ რა კრიტიკა გვეხმარებაო? მერე? რატომ შენ ამოგეხმარა? ბავშვი ხომ არ გონია შენი თარ. ჩინგასავით რომ დაგტიხარ ხერზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეურნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცით გადაღამა გამოგეტილია. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხარ, ჩემ ჭრიჭინა, რა შეჭები თუ ამ ბავშვს? ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი? სულ ჩემბრალია დედაჩემო რომ ამას ჭრიჭინას ეძახია და მისი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ჭრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადება. აბა დააფუტე თუ? ახლა ლიფტს ავაგლიეთ ჭიქი. ხო, დააფარე ხელი დედაჩემო, დააფარე. ის გაკლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგურად შენ ჩააბარო. მე დაიკითხებთ. ნუ გეშინია მამა ჩემო, ხალა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. კი, აბადელი დედაშო ხუთებს დაგიწერენ, ხუთებს. ხო, დედაჩემო, ესადილად თბილისიდან შემოსული არქიტექტორი გოყოლებ. მარინე, დედელპიტესთან ჩაივიდე, უცხარი ამოვიდეს. დედია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაჭინა ბებია, კაცმარი გოწოდება და კაცავია დოკლა. კაცმები დახოთაში სწორედ ვერ მოგეხმარებო. მე ახლა ბებია ელპიტესთან წავალ. მე სამკითხულს უნდა გამოვიარო. ხო გაიგონე მამაჩემო, რა ვქვა? სამკითხულს გადაღამა გამოკეტილიაო. კარგი ბებია. ამრელი დავალე. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭეკილე. დიდი ხანია უსის პეცატოდაა ბავა. კარგი ხანია ბიჭეკილე. მე ვერ მოუსწია ხო ხედავ თანდელი ბაკათარიგებენ. Kada es ticina. Abreli da veli veli Bebia, ce să sunteți acolo? Rai, să vină arhitectorul ce am obidat. Bebia, mama, scoa, dress șuența, țicneva s-a dilat.
ბებია შემოგიწევა, უნდა დამეხმარობო. რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის დინაწენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას სწავლია. ქარის თხუიცარება ვის გავდი? ჭრიჭინა ქარი კი არა. დილის ცელქის სიოა, რომელიც უცბად მოვარდება, უჩქებსა და ხეებს ჩაეპონება. ქოჩორს აუსდის და შენ შემოძნოა მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექსს მიუძღვნდი ჭრიჭინას. რატომაც არა? იმის ვარ ხარ. ერთი ამას უყურე რა დაუხატავ. ეს არის შენი პროექტიო. მომეწეო. არა, ნო, ამ თუ არ დაგანებებ, ამას კეთლის გაზეთი მოვათავდეთ. ეს მე უნდა მომასაცოთ კეთლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გეწინება მარინე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომაცავსეთ კედლის გაზეთში. მაგალა, გაშალე მაგიდა. უიდე და რამტრიანია. მაგნიტიკეთ. მაგიტარა რაკიდან დინასეთ ნახავთ, შემდეგ ეკეთეთ ინგეგოლეთ. შეიძლება, სულისი მიდიხარ? არა, საათი დავჯდები, აი. მე გავწევთ დახახა. ეს როგორ გონი? ისე თუ იხედები წიგნში როგორ სამკითხველო. რა ბეჯითი ვინმე? სარი მუსკეტერი რა თქო? მე მინდა კარალევა მარგო. კარალევა მარგო. მომეც გორკის დედა. მე კიდე წყნარი დონის მეორე ტომი. აბა, ჩქარა, სამკითხო უნდა დავკეთო. დაკეთე. ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ. კაკო, შენ არ გესმი? ლობიო, ხალი, ბადრიჯანი. ლობიო ვაკადროთ, იმ ახალგაზრდას თუმა. ახალგაზრდა? ხომიცით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორციზნებს, მუხლებში ძალას ასმებს, სკლეროზს იწვევს, გინს ასუსტებს, აბა შენი საზრით ჩვენ? რატომ იცოდე საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩაკ, შვილო, ყოჩაკ, სტუმრით დახვედრათ ასეთი უნდა. დაიცადი, ეს დედაჩები. ეს დედაჩები კიდე გახლავთ. ეს კი ჩემი ქალიშვილი, მარინე. დედა, ჩვენ ცოტა დავისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გამიმასტილდება ჩემი ქალიშვილი. მოგზაინი. დედია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპურში ბლომა ჩადები ყველი. ხაჭაპელი შენ გააძებე დედია. ხოდა, ციცილებს. Витика, ох, რა კარგი დროს მოხდი. მოდი კაცმები დამაჯერინე. როეც მიბძანებ. ერთი არის. კოთარა? კოთარა ჩემი გასიდი. ეგრეთ სუკანი ვარია. მეორე, ხინკილა. კარგად ისეთი თვალიერებია. ხინკილა? ეს მოხუცი არქიტექტორი. ეს გესეცა.
გამარჯობა, თქვენი, კაი გამარჯობა. დებეშა. კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არა ხედი? მე და ცუდი ამბავი. გამოჩნდება იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინეს. კოცნის ნატო და ირაკი. ფედიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მიღწევრები. მართლა ბებია? რა იყო ბებია, რამ შეგაწუხა? როგორ თუ რამ? ეს მაინც ხუთის სადგესტუმრე. ომში გომარიტუბრებ დეიდე პროფილი რა მოხდა ასე? ამბობენ პატერას 100 თვალი აქვს. ისილოგი, იჭიკუ ამბობდა. კიბიში, მანტანები ხა, ხაცმერი ისხლება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეფე. რას მძანებ, ვიჭიკო მიხუმრა ალბათ. დედიკო. დედიკო, ჟიმიწირე, მუშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძელებული სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა. ხო, დეიდე პროფილი. იმღერე პროფილი. შეროგები 25 წლის მგონია ჩემი თავი. შეგებლობა გადაწყვეტილია დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდით. ჩემი საგრით კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მარცხნივ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ გისნაბიას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგნება ლენინის მონუმენტი, მაშინ კონსერვატორი მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, არა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახავს? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად ვიხარ, რიძინი? მოდი მარინე, ჩაის პრეტაში ვშევ. რომ არ მცალია, კომიტეტ გამოსწრების სენზადები, თორემ იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა. კიდე, მამაჩემი გამგეობაშია? მამაჩემი და არქიტექტორი ფერმაში წარიგენ გიგია. ფერმაში? ხო. რასტურნელება? რასთან მიდიხარ? რას თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მიდიქ მოვიდა, წავიდე. გამარჯობა. კაცმენ მოუტანე. დიახლა არის. იქ არის ფერმაში. იმათა გარდარეტეს მშელაპარაკი. ისე კი ძალიან გაუგდება საუბარი.
გაიცავით ძრო ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროს. ერთადაც ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. იცით? გამარჯობა, ხრიალა. მადლობა. როგორ მოგანატრეთ თავი? ახალია ჩვენ სერვაში არ შემოგინახებია. აიგე უჩემოდ ძალიან მოგიწყენია და? აბა. ჩემი ცრემლის მდინარე ადიგდა. იმ მდინარეს გაუფრთხილია კაცი არ მოგწაწოს. ვინ? მინდა ყოველ გეროტრიალებს შენ სერვაში. რომელი ეს ექიმი? რატვინი მიგუდება? იცით რატო? ამ ქულაწიწილებში გარეული ალბათ კრედად მოეჩვენა. არის შენი ჩალისკარტების ამბავი თუ არა? იცით დრედი ვარ და ვიცი? ყვავი. ხომარგიდა მართლა არ გაყვაო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იგებ ნაკერთხალს, ელით. ხესენას უნდა დაედოს ის ნაკერთხალი. შემოვარდება ჩვენ ცერვაში და ჩემი ხათმებია და დამაჩიობე. ევარ, გამნაშავე? შაქარივით მოგდებოდა, შაქარივით. მანამდე შემოვიწყდები. უბრალოდ ხელს არ არის საწა მოვაკრებინა. ფარგლები მომწონს. ვიქნები. სიცოცხლე არ დამაკარე. რამაც მაგასაც აჩუბარ. მაგ ბენზინით ახოტებულთა. ერთი ბოთლი. მაგროლია გადაიჭი. თავზე ერთი ბოთლი. ერთი ბენზინით ახოტებულს მედაბი. ჩემს გადაეკიდა, ჩემს. ერთად გადაეკიდა და ეშმაკა. ახლა ეგეც ხდება რა? რა მოგივიდა რა ამბავი? კიელა მამასეთი არ გინახა. ამაში და არქიტექტურის სოფელში დავა. სოფელში დავა? კიდე მალე დაბრუნდები. ახლა მოდი აევაჩერებ და. ნიბძადა, თორე შენ მაგნიული სურნელება ხავბი გამახვია. ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო, თუ ფეხი დამდგარ. მოდი, აბა მოგადო. სადიღაა, ზევია. რამდენი ხანია აგრაფინა გელოზე. აგრაფინა, ისეთი კადონდა სიმკეტო, ისეთი რა. აკადი, რამდენი ხანია მოვიდა. ეგ სულელმან თელესოფერი შემოვიდა. რა, ზევია, სტუმარზე. არა, ზევია, დიდი მოსახმი მინდოდა. აგრაფინა, ისეთი კაბარდანი ბიანო. ირას მოდი, გენახვალე და დაფიქრებ. მარინე თქვენ მოკალისწერა შვილო რა მოხდა ბებია მარინე ვერა მოკლა მართლა ბებია შიგუში მოახდა შიგუში Direct gnahi, carbot. Șoapele sta morgot. Sagamos piriate și se darbi.
როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამდენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მეტის შესაგებას გაჩერება. პირველად მეცადი ვიყარ. მე თავს დალადავატანე. მუშაობა შევეცვლი შრომა ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობა. შენ ასე ფიქრობ? მე მგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. მარინე, მიტიკა. კრიალა. მიტიკა, გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა გოგოებო. კრიალა, მარინე, ხო თბილისში მიდი. ხო მიდი ხარ? ხო კარგად მოიმდე. აბა, არ შეგვარცხილა ისედე. აბა შენი. მარინე, ხარა უსწრებ გამომიარე. ნახანდი. გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. ახლა თხოვდებით, გოგოებო. რატომ ჩქარო ფასე ჩვენ გაცხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ვიძია რომ ეს თეთრა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გაბიჭდება თვალსაჩინო. იცი რატომ? შენ რა გიძი ვიძია რა? ჭრიჭრიჭრიჭის მეტი არა ვერ გაწუხე. მეტი ამ მოხუცმა უნდა ვალპიო ვისია წერილი. ორივე მარინე ხარ. ორივე გიორგი სასული. ორივე ფერაძე. ნუ გეცემია დიდი კირილე. მალე მარინე გმირის წოდებას მიიღებს და თვალსაჩინო არაფერი გვექნება. ისეთ გაგირაგებათ. აგერ ხარ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ ტეილზე თავი. ვირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე და წერილით მინდა გაგიმხილო ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე. ჩემი? აი ხო ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. გამარჯობა. დიდი რომ ატარებენ და გვაბიანდება. ბიჭიკო, წელი ალამ რო გდახოს, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. გარნახა. მერი? აზაკარგეთ ისეთი ძელი კოლმეუნება რომ გამოსულხარ საძებრად. გულსაბნელი დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნელი. არის თვალიანი? აბა, დედაში ვისახსოვრ. ისე არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? ისაბნესწოდე, მამა, გულსაბნე. საბროში გადაგარდა, საბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედგეთობა შენი სიგეთ. რა ხანია დამორიალობ და ერთი შემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზად მაქვს, მამა, წაბა, დამძაცმელი, ციგნები. გულსაბნელი დანაკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე, გულზე? აი, აკერა მქონია. იპოვე რა? ისა, დენი, დენი საგანძალა გამესხალა. მეტიც გეკუთვნის, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებს. ხანახეთ ხარიში. არა შეგوارა, შენგან არაფერი არ გამოგცემს. მოხალ ახლა საყდურს. უნდა ჩამტარო, ბავშვთან კაცს. შენ თუ არ გამოესარსლე დედაშემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქავს. ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა? შეაყარე გადერ ცერცვი. მიგეშინი, მამაჩემო. რაც მიხარი, ყველაფერი ზეპირად. ისილო კი. არ გიჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლე. ვიანოს ვიყო. ბიბეირაკის და ბიცოლა ნატოს ყველაფერი გაუგონა.
წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა, ადამიანი შრომით ხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა შეაყარე კიდევ სერტი? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? რატომ ჯავრო? არა, ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ფეხსაც არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელია. რომ შენი ციხილო, ოჯახია შენი ციხილო. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კონს დაგჭირდება. ოღონ შენი სწავლა შეგოდა ყურადღება შევიდა, აქედან არ მოგა. რატომ ეჭახლა? ეყოფა. ბიჭიკო. იქით ვარ მანქანას, მინდა შედამოდიებია. სკოლაში ყალბები აქ დაში არ გამიჩნდა. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგუში. მატარებელში. ანდერადი გადასო. ირაკლის და მის თავს მოკითხოდა. ხარი. ისინი ნახულონე. აბა, ერთი აქერდა მენახენ შემომარინე. მართად ქვეყნის თვალი გამხდარა. შემოჭრიჭინა, როგორ გაძილა. მოგდა. ბიჭებანატო, ეს თქვენ დედიამ გამოგიგზავნა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ერაკი. დედიამ კიდემ გამოგიგზავნა და შემოგიფანოთ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. ორა დროს სიკვდილია. შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ერაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგზავნა. ეს ბიჭიკოა, შენი კოლმეურნეობის აბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგივხევით თქვენი სოფლის ამბები. შენი გიორგი როგორ არის, ა? კარგად, მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი ჩაი მოკრიფი, არა? ჩაი ბევრი. დიდი ერაკი, მამამ შემოგითვალათ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიგიწევს? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის նախაძები. კარგი, მამა. გისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს დინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგძანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მის ვარ და გავიქ. აფრინდა, ქორია ფრინდა, რაგვიცაიდირა, დეთანდა, დედალსა. ჩატა. ახლა ჩაიბარე შენი ფიქრი. ლევან, მოიტანე? აი მეგობრობას ასეთი უნდა. შეხედე რა კარგად გაუკეთებია? დედა, ხომ გაგიძერა? ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია. სალამ დედა თამა. კატა, ხო, არ წივიკიდებს. ერთი ამიხსენი რაქსი რამაზია ფერაში. მიპასუხა ერთი. მოაცხადე. შენ რა იცი, ლევან? შენ რა იცი? რაქსი რამაზია ამ ჯერაში? მოიცა. შენ მძერა რაღაც მეტისმეტად დაგაღელდა. იცი რა.
მიძირა სიყვარულის ზღვა სოფლიდან ჩამოდი. დიახ, სოფლიდან. ინსტიტუტში შედგარ? ინსტიტუტში აგრონომია. სწორედ თქვენ ჭირდეთ. ნე, ჟურნალისტად უნდა გადაგიდე. ჟურნალისტად? ჩავიდე გაიგ. არა, მე ვერ გამოვიდი პროფესორ სულოზე. არაფერია, გოგონა, ერთი წუთი, გოგონა. გადაჭი. აი, არა, შემიძლია. ციგნი ხელში. აი, ასე. არა, შემიძლია. არა, ასე. ვიჭია? დაიგინეთ, გოგონა? ლევა შოთა განზომიდე. მარინ შოთა. მარინ ოჰო, აი თუ რომ მომღერალში დემელაპარაკებოდა შინა სახში მიდიხარ პროფესორს ელოდება. დიახ, პროფესორს. პროფესორ არა, ბიჭიკას ელოდები. აი ისიც. ნახე, მან გადაუყიდია. არტა მოხარ. მოვიდა ლევა შეიარე ჩემთან სამსახურში უთხარი შენებლობას დავე მოიცა. მიძირა სიყვარულის ზღვა აფრინდა ქორია, აფრინდა. მესამე ღამეა შოთა ასიათიანის. დეიდა თამარ, წერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს ვაგონებს. თქვენ ყოველთვის აძლიერებთ ჩემოლევა. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრძანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ წინათ. თქვენ როგორც დედა ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერებით. დეიდა თამარ. არა, მე კარგად ვიქნებ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგა. დედა აი ჩემი მარინ
შეიძლება? ხვალ გამოცდა და ჩათაბარებელი. მარინე კერა, აიღებ ბილეთი. ნომერი? 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყე? ერალი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის თვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხის უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახურება, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწვდო მის ჭირვას. საკმარისია. თავისუფალია. სანიკიძე ნათელო. მოგიგებს ბილეთი? ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემები ქალვაშის სიყვარული, ბრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. სწორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშაველის შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისია. თავისუფალია. მინდა გჭირდება? ფერაძე მარინე. მოგდანდით? დაიწყე. უმოიფიქრე. ნუ მესამე როგორც ხედავთ თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლიათ გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. თქვენ გინდათ ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ. ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი. მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ დალაგ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა მცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანქანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ, მცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანქანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ მცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანქანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? მცენარეთა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანქანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვანქანახევრიანი ნახევარგირვანქიანი მიჩურინის ვაშლი ეხლა დამშვიდით, უკეთ მოემზადე და მომავალ ჩაგვაბარეთ. დაცვათ. ვაშლი მიჩურინის ვაშლი. ეს მიჩურინის ვაშლი კი არა, ჩემი ვაშლია, ჩემი. ეს მოკერი დედა. ვაშლი დაწი. აჰა, აიღე. დედა, აჰა, აიღე. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს მედალი, ნამგალი და ჩაკუთი. ქორიძე, შალვა ისიდორე. ქორიძე. ეს ხომ შენი სოფლიდანაა? მეურნეობის ბრიგადი.
შენ რა ქვია? არაფერია, მაგასაში ჭიჭინა წედახი. როგორ? ჭიჭინა? ია, არა დედა, მე თამრი ყოლია, თამრი. არაფერი ჭიჭინა. არა მე თამრი ყოლია, თამრი. ჩუმად აბაყული დაგვიდე. მარინე გიორგის დაფი. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მერგოლი. ეს ხომ ჩვენი ჭიჭინა? ჭიჭინა? სოციალისტური შრომის გმირი? მამა გოჩიებშებსომა. ხომ გაიგონე? ფერაძე მარინე გიორგის ასული. ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება. დამჟირებელი არაფერი არ არის. მომილოთა შემოdaigogli. გაიგონე ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა. მე მას გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ჭიჭინა იქნება. მამიკო, აი თუნდა რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩემი ჭიჭინა? იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა იმეს. არა, ჭიჭინა ვენერი გოგონა. გულწრფელი, ხამდაბალი, ნიჭიერი. 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი. რასაც ისწრებს ჩავიჭერი. ჩაიჭერი. პროფნახლა. თავს ხარ მოვიწყავ რა. წარმოიდგინეთ, ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას. შეიხმარებს. გადაწყვეტს ვის შექმნას. მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა. არ არის ეს გასაოცარი ბედი? საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი. მალე გაიგებთ ვინც არის. ლევან, თქვენგან რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ. ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია. ირა, შეგებე, გმირი ქალი კიდეზე ამოდის. მომილოთა შემომარილე. ჩვენ საკევან მაინეს გაუმარჯო. ეს მაკო გეგონა ვერ გავიგებდი. მოდი. მადლობა. მოგაიგე. შიქმა ამბავი მოგვიტანა. ყურადღება. ნებამოთეთ გადავიღო ჩვენი სახელო. არა. ხოლო სადიმო კაბაში. არსი. ჭიჭინა. აბა თქვენი გამოიცვალე. ტელეფონთან. ალბათ ლევანას უსწრე. ჩემი და შოთან ამბავი. ალა ოხრამდენი მასინე. ნონა, მოწონს ეს გოგონა? რა მოწონი? სოფიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა. ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს. მარინე გიორგის ასული ფერაძე. მარინე. მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა. ხოლ გაზეთებში იქნება. აი ჟურნალს მივოცავდი. ლევან, შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე, მე არა, მაგრამ ჩემი მეგობარი კი. ახლა უნდა უთხრეს იმარკე. არა. მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე. ვიდრე სისხლეულ სივრცე. მე უნდა გითხრათ რომ ვაფრთხილებ. სალამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ. არა, მე გაგიჩვენოთ ერთი ფაქტი. ყურადღება, გადავუჭირეთ. მარინე. შოთა კენაჰა. მარინე ძინფას. დედა ძალიან გახარებულია. დიდი სიხარული დგინოთ. ძალიან მახარებ შენი ამბავი. მაბატია, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი. მე გამოჩენილი? არა, შოთა, არა. მოვდივარ. ახლა მოვდივარ. შოთა.
შენ სახელოვანი გოგონა ხარ. მე ვამაყო შენ. არა, ბიჭი, იდაკი, მე არა. მოგრძამდი პატიჩეს მალექსანდრა. ბიჭი. ეს ჩემი ნათესავი გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მოგრძამდი. ბიჭი, ეს რა ჩადი? დადიხარ საფათლებს გამოიცვალე. თინა, მე არა, თინა. მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? აფრიარ მე. როგორც ჩა, ტელეფონით სოფლიდან რაღაც აცვალა. ამბავია. დამოხდა. გარდაიცვალა დედია ელპიტე. დედი ელპიტე გარდაიცვალა? დედა ელპიტე. რატომ მარინე მარგვით ხრარაფერ? კეთი უშობილი გოგონა. არ მოიმდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო, ეს უნდა წავიდეთ სოფელში. თინა, გავგზავნე დეპეშა გიორგის. შევკეთებ გვირგვინები. ნება მომეცით, გვირგვინები შევუკეთო. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. გეშინია ძიძინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარე. დეპეშა, ეპროფიდე, დეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვა დეპეშა. მომეცი, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე დინდი გადავეფარა, დამიკითხე გენაცვალ. სარეცრებლი დავსტირით ძვირფას ელპიტეს ხედა. ბრავო, ელპიტე მომწერაო, ჩემი ერთი და ვაიმე. სარეცრებლი დავსტირით ძვირფას ელპიტეს ხედა. ოიცა, ეპროფილე, დავსტირები ხარ, სადა? უშიცხოთანი იყო და ეცა მოვიდა, ეცა. აცალი ელპიტე. გამოხდა, ბიჭი. აგეთი, ეპროფილე, რამდა
ამბავია? კაკო, რა ამბავია ის? რა ამბავია? ამბავია ნეტა. Იწესრისმა. Vai, Metrina, come la tengo! Vai, Sandra! Vai, Nascida! Marines oma შემთვრა. Marines? Ai, დიდი მართლა მომკვდა. ირაფინი, სადარი გები, კრიტინა, დები. აკვა. ყველა ცოცხალი ხეშია, აგარკიდეს ვიზიაგირია. რა ვიცი, ვიზია. ყველა ტიროდა და მე სამტირდი. გიორგი, ლუკაშინია, გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს რა ჩიახსა? მე შენ გეკითხები, ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინე? მათვილო, რას ნიშნავს ყველი ეს? თხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ შოთა მეც მწარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარინა. შოთა კაცი ვარ და ასეთ ამბავს არ შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. როდა გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბავი. ფიქრობდი ვერ გამიგია. რატო შეიძლება ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვისხედავ. საიდან ვსადავ? რამდენი ხანი აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორი შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირს? თათბირზე არა. საოჯახო საქმეებია. ქალს ვისთან. მართლა? ვიზითა ვარჩი? მარინე ფერაძე. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვეტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადაწყვეტ. აბადით? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი თუ? რა თქმა უნდა, დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთ სერიოზული საკითხის უესად გადაწყვეტ? სწორედ.
როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უესრად გადაწყვეტა? ნახვამდის. ამი. ეს უნდა მოცა. ვიცი. ეტავი რა მოუვიდა? დობა ადვილად მითვისე. დებია შენი ელპიკემ დრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახელი. არა, მეტიც მოთმინა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ცემამ გამოგასწორო. ჩემი მამაცო. ჩემო რა თაგადია? დადი მომხდი. როდი ნახო შემათვალებმა. აკიკავი. დაგიხდიდა. ბავში, წლებში მინდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული აქა. ძალიან კარგი ბავში. შენი გაზრდილია და შეგეყავდე. ნუ გეწიდება გიორგი და მარინეს სახლში შენ საკეთებასო. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენ სულ პატარა დამცი. თავის მართლება რა საჭიროა. ისე მე მგონია იმამდების შედეგად რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობიექტი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაკეთო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვით კრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით, მარინე უეჭვენათ უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირმით, არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ვიზია გიორგი. აი, ნეტავი ვწდებოდე. შენ შეახცხვინე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა. ჭუა გმართე. შენი ასე ცხოვრება ყოველდღე შეუძლებელი. ჩვენ დაგაბარაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ ერთ. იქნებ ფიქრობ შენ საქციას ვიულა გაამართლებს. მე არ ვიტყოდი. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე ფუქსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არით აგრახთ. საცეცხლია. დედა გამიქეთა. შეთო მოვატყვი. დაგა საყვარელი ადამიანი. Дарья, тебе кушать. Хотел на тебе ცხოვრება. Იზილამ უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიქეთ სახლიდან. ჩამოდი. ხუმიცი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარწიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე შენთან ჩემთან შევია ჭიქინა. თამაში მგონი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ციცილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ ვიყავ ჩემთან წამოდი პატარა ციცილი. მარი. ხიალასთან წადა. შეფასად მოშორებული ვიქნა. შეთქული აღარ შემიძლია შეჭიქა. ეძინა, ახლა თუ ხოლმე გიყონოთ ფერმაში. ბიჭო, ახლა დამიყავოთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერება. Джин. Ай, видел это. Хатик. Лечи, пожалуйста, не летая. Текстазы გამოსხადები ადგილზე. გააღებსა კაცებს. უბირველის ყოლისა საფნელი წყალი. ძველი უნდა გადაყარო, ახალი დაუწყო.
არ ეცხარ ჯურჯელს და მისტერ ბილის საგენს თუ არა გამოხედა საწ. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველდღე. კედლები კვირაში ორჯერ წილით უნდა შეაფეთქო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 წიწილია. 500-ზე სანაშენო ფრიზელად უნდა გადასცე. იცოდი ამას 10 ფურდო უნდა დაემართო. თავის ჯერ უნდა დამოწილდე. შემიბარებია შენ. აბა, შენ. ბილის 6 საათზე ავით. იატაკი მორეცხო. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაფეთქე. შენი როდის დაიზრდები? არ თავი არ უნდა აქცგიზეთ? არ სურდო არ უნდა დაგემართოს. გესმის? თქვენ დედა არ აკრა, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკიდები ხარ. ტრიცინა. ტრიცინა მოტრიცინებულა. მერედა, იტრიცინა, სიტრიცინა და ისუტატრიცინა. თუმა დახმაურობა შეიძლება. გადი, თქვენ საქმეს მიხედავთ. გადი. ამას სურჯი არ დაიმა. ახლა შენ კარქალებაზე თელი სოფელი ლაპარაკა. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნობის ხელში სურათის გადანა. შენი ბრძანებელი მოვიდა.
დავედი გოგოებს. Diava. Satan ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას. არ მესმის რაზე ლაპარაკობს. აბა რა გამოდის? ის იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლო. რა? შენი შესაძლებელი მუდამ ჩხუბით თარდება. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალ. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორც წინ დავალ კითილებს ახლა. შენ აგრძანდები? შეხლა ხომ არ გამოგაგდეს ასე ჩიგო მოყვები. ხილი მოგიტან. რა ყურადღებიანი გძანდები. გამარჯობა ჭიჭი. რა გიმარჯვე ჭიჭი. ნახომ ბიცილებს ქლიანა. უკოსგენა დარბისაგან დაგვიდი კაც. აქ ცეცხლი, ქარისტალი, ბრიგალი მიტრიალი. მე რაღაცა ყურად გულში გიძა. რამდენჯერ დააკვირე, მაგრამ ვერ გამბეჭდი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი დაუსვი საკითხი. ან ხო, ან არა. რუბეჭი. ან ხო, ან არა. Ხიალა მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? ხიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? ხიალა ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გაკიდება? მე რა აი დაილი ამ ქვეყანაზე? ხიალა, შენ ხუმრობ და ვერ დავდუნია მოდენა კაცი. როგორ ჩამოხმი შესაძლოა? ხიალა, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა შვიდა. რა წინა იცქენ? დედა, რა საშინებ ნეტავ? ასე ხომ? ვიჭიკო რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომიწმენ. მაინც ცეცხლი გაკიდება და წყალი ჩააკრობს, იყავი, მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანა მიდგები მან. ვიჭიკო დაიხურე ქონგან დასმევდები. შენ გული კი არა? მაგას, ხა? ვიჭიკო. ვიჭიკო რა მოხდა? არ მეკი ადამიანო? ვიჭიკო. ხიალა, მიყვარხარ. შენი საბალოობა. დიახ, ქვიდა გავა. თავმჯდომარის გაგაგულება. ხერვის გამდის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ ქართულს ამბავ. რაიქოვში გიჩინო ბიჭადა, რაიქოვში. ამხანაგო ნუ ხმაურო. ქათმის ნერვებს მიუჩი. ქათმის ნერვებს მოუწილები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. აი, რამბანი. ამხანაგო თავმჯდომარე. შენ გაგაგულებას არ ასრულებს. თავები დაბრუნებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველ დაბადებს და გეგმასში. იტილები გავატანებ? დახო. სანაშენო ფრინველი გადატანეთ? განაგონი სიტყვა, საკვებური სამართლიანი.
ახლა გიორგი შვიდობა აკავრობას და წიწილები ჭირბან გამისვიდა ხაფსი ცეული მელია შეეცდა და თუ გამიჩანა გადახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ გდის ჩვენად სანაშენო ფილმი ველებელ ვახმანი ამას მოიცი მარინე სანაშენო ფილმები უნდა გავათვალოთ ორფეხა მელიებს შეაჯამონ არა ბაბა მაგის წინ უგეთქება ახლა ახალი ფერდის გამგეყოლს და თოფიანი დაიაჯი ჩვენ ხაფერს ახლა მელიებს შევაჭმევ მეზობელი გონმეურნეობა უნდა დავეხმაროთ არა მე მაგას ხასმეს არ გავაკეთებ ეს ვიყოფი მამა შენი გეუბნება ხაფნე მიეცედა შენ უასმეუბნები ხათმები ჩემი გაზდილია და არა მამა ჩემი ახანაგო მარინე ხაფნები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო იმათ დარჩეული ხათმები და მე კი ხერხელიერი გინდა გამისურა იმათ იციან ხათმების მოზა ახანაგო ისიდო ახლა გიორგი ისე რა თუ გაცხად მისწოლე რამე თამწინ დაკლი გავდიჯდებ რა უხნა პასუხის მგებელი აქ მარინია ეს ორი დღეა შეგულებაში ვიყოფები პაშა სადამე უასმეუბნები არა დია დიდი მადლობერი გახავთ დიდი მადლობერი აღარ შევ მამა დაუჭირებაზე გამოცხები როდის იწყება გამოცხები შვილო იანვარში დაიწყო ძალიან გამახარე შვილო ძალიან ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი ხომ გულდაწყვეტილი რათა მამა ხშირად ვერ ნახულობ რა ვქნა შვილო საქმე არ მიშვებს ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და დაიწყება ო პროექტი გუნდა ყოფილი რა რას ამბობენ კარგი პროექტიაო პროექტი ელბიტეს სიგდინის ამბავი თუ არ აურდაურია მაწილმა აი გაბარჯობა თქვენი გოგოებო აი გაბარჯობა ინა ისახლა მართალი მინუჩია წინა ფერმაში დამოსვა მინუჩია რა იყო ბიზეკირილა რა ამბავი ნახეთ წინა ხასმებმა დიდი გზაზე გამოიყვანეს ჩივიჩია ისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია დაბეჭდილი ეს შეგუჩია დედათამა სახშია შოთას წარახავთ საპროექტო ბიუროს შერია იქ გავიგე რომ არა საფრთხონია ადამიან ამდენი ისრომა ასეთი შესაძლებელი პროექტი შექმნა და მის განხორციელებას პასმიანდა კიდევ რა თქვენ შეჭიდო რატომ არ მიდახს პროექტი რატომ არ მიდიხარ ნაგობარში მე არ მისმის შენი მოქმედებაში მე ასე მიმაჩნია საჭირო მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ მაინც რატომ ამასთან შეხვედრას ერიდები არ მესმის რაზე ლაბარაკო ამაზე ლაბარაკო შეხედე ეს ხომ მარინეს სურათია შოთა შეხედე რა კარგად არის გადაღებული არ მაინტერესებს მართავს მეუბნები მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ხალის ამბავი ან და მისი სურათი შენ არ გიქონ შემთის რომ მარინა გათხოვდა მე კიდე რა კიდე ის რომ დედის თვალს არაფერი გამოებარება მე კი გეუბნებით რომ ის ხალი შემთის აღარ არსებობს დამისწებულია ქიცინ წავს ბოლო მაგვირებს მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო მასზე ვინც დავიწყებულია ასე აღელვებით არ ლაპარაკობენ ხა ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ხალი ჯერ კიდევ მიყვარს დაურბი ვარ მასთან შეხვედრას იმდი ვარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი გარდა საგეგმო მოცემულობისა რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ კურდონებს როგორც იცით შენობის სიმეტრიის ღერძზე მოედნის ცენტრში დაიძინება ლენინის მონუმენტი რა დაძიდება ჩვენი კულტურის სახლი საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქანა ფოსტა სადიქნება დიდია ფოსტა ასაკული აია მე რა მოხდა ჩამოვიდა და დღეს მიდის თბილისში შოთა ჩამოვიდა სინსილამ უნდა გაწყვეტოს ყველა მამაკაცი მე რას მერჩი შენ არაფერს მაგრამ ის გოგო მეთოდება კიდევ უყვარს ის არქიტექტორი მე კი ნამდვილად იცი შოთას ჭიჭინა უყვარს აი გადავუარდა მანქანაში შეხედე ჭიჭინას სურათი აბა უნდა ნახავ უცილებლად უნდა ის არაფერს ვაშა მე ვარ ყველაფერს დამაჩა
უკვე 3 საათია, მატარებელი 6-ზე გადის. ახლა თუ არა, სხვა დროს საგნა შევდენ ერთად. იცოდე შოთას ჩამოსულ შესახებ არაფერი წამოხდეს, რომ არ წამოყოლო. ვიჭიკო, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. ვიარა, მოდი ბიჭიკოს დავყვები. რაღაც ებმას ჩამოსატანი. ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი. დადი ჭრიჭინა, დადი. ამ აღამასი დარჩი თუ გინდა. შენ საქმეს მე გავაკეთე. ჩამოდი. მეგობარო, მარინე ფერაძისას ვერ ვიმასწავლით, ვიცი სახლი ვიდაიცის პატრიცებულო, მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას. მანდარინის პლანტაცია გეჭირა. ვერ ვიმასწავლით მანდარინის პლანტაციას. როგორ არა? ხაგე რას მიორფეხით დაბიტია. ხაბდანდებით ასე კიდა. როგორც კი გაივლით ხიფს, მოუხვეთ მათ. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხვეთ მარცხნივ. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველანი გასწავლით პლანტაცია. თუმცა მე ტიკნივდივარ და დამოყვეთ. მარინე, შეგიხმო და ჯგირიდან არიან. კიდევ კორესპონდენტია? მოდი კაცუნდაი. ობჯანდი. გაიტანი. სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის ასული ფერაძე. ხანძანდებით მარინე გიორგის ასული ფერაძე. დია, რითი მინდია გემსახურა? მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩამწერეთ რადიო კომიტეტიდან იყო. არა, ჩვენ რადიო კომიტეტიდან არა. ხო. ჩვენი კოლმეურნეობა წელს სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩვენი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა მინდა. ჩემი სიმღერა? მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მოწყობ, თქვენ ძალიან სასიამოვნო ხმაგან. არა პატრიცემულო, თქვენ ცეთ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისმინეთ. აუცილებლად უნდა იმღერო. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობაა. არავით არ გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგის ასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არ იტალია, არავით არ ხარაბუზა. ჭრიჭინა პატრიცემულო. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეძებთ შემსამხანაკ. ისიც მარინე გიორგის ასული ფერაძე გახლა. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო, დიდად. მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ჩვენს შესაძლებლად? დიახ. არ შეიძლება ხვალისთვის გადავდო. ის რის დაკეთებაც შეიძლება, დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადეთ შესაძლებლად. უნდა ვთქვათ, მომზადებლად ასე უეცო. არაფერი. დილაბარაკი უბრალო. ჩვენი ფერმის შესახებ, ჩვენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეთქვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ბოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვიცი, პატრიცემულო. თქვენ კი ამბობთ, ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ წელს. ბოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვით რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერცად ვერ წამოვალ, ვერცად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმას ხომ მოვლაჭირდება. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მას თქვენი საზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ, პატრიცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არა, არ შემიძლია პატრიცემულო. გაწონა. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა ბიჭიკოს აკლიანტება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვის? არაფერია, მია უხდი შენთან.
ეს როგორ? წავიდა? დიახ, პატიცემულო, სახლში წავიდა. იცით, ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატიცემულო, ისინი მას ჯობდეს თავიდან ჩასწეროთ სახლში. კარგი აზრია. რას იქით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღოთ და მე მგონი მეზობელი კოლმეურნებაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცანით, ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგი სასულიფერაძე. მარინე გიორგი სასულიფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა დაგიკვირდა? მე მეგონა რომ ხოხედა ვიზია რა თუდია რომ საერთოდ ცხოვრობთ ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგონა რომ ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. ახლა გიორგი. ამხანაგო გიორგი. გიორგი. ჩვენი არქიტექტორი. რაღაც ჩვენი კაცი. გიორგი, შენივე არიქება, შენივე მანქანი, შენივე ქალიშვილი რომ მომტაცო. მართალი გითხრა, მაწვიდი არ დაიწუნებ. მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჭესთან. გიდაბრუნდი, გეზია? ერთი თვით შემოვიდნენ, რაღაც მითები მაქვს. არა, არ გაგიშლე. ძალიან რომ მოხდეს, ეს სტუმარი გეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდიში, თქვენ ხომ არის ის არის მარინე ფერაძე? მარინე? დიახ. თქვენ შუთა მარინე სუქია დავიდა. დავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახლში ნახავთ. სახლში ნახავთ? დიახ. დადი. მაგ. დამიშურება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდევ ამოდის. ანეგული როგორ მიცე? გავიქცე? რაც იქნება. დამხუჭავ თავს და ვეთქვი. გთხოვთ მაპატიოთ ჩემი საქმე. გაპატიოთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლმე რაც შეიძლება ჩქარა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვართება. დიმიტრი!
მარინე, თქვენ მოჰკალით ძერა? მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი, არწივი, ძერა, მაგრამ მარინე. მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ დასაყვანად? დიახ. არა, შოთა მე დღეს ვერ წამოვა. ხვალ? ვერ ხვალ. ახ როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? Oh,